მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ანტიბიოტიკი. ჩვენ ვართ ამ გადაცემის წამყვანები ნინო ურუშაძე და კუკა ბარამიძე. ჩვენ გადაცემა იწერება სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის და სტუდია ანტიბიოტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია მარკეტერი ანანო მჟავანაძე, რომელიც აქტიურადაა ჩართული დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტში და ჩვენი გადაცემის თემაც შეეხება ამ თემას. ანანო გამარჯობა. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. შენი ასეთ პირველ კითხვაზე რომ გადავიდეთ ბარემ, რა პროცესები მიმდინარეობს დღეს ჩვენს ქვეყანაში, როგორ შეაფასებდი შენ ამას შენი გადმოსახედიდან რომ გითხრა? კიდევ ერთხელ მადლობა იმისთვის, რომ თქვენი პლატფორმის ნაწილი ვარ. მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცას აკეთებთ, რომ რიგითი მოქალაქეების სათქმელს აჟღერებთ. რაც შეეხება დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ვფიქრობ, რომ ძალიან კომპლექსურ დიდ ბოროტებასთან გვიწევს ბრძოლა. ეს პროცესი 27-28 დღის წინ არ დაწყებულა. ეს პროცესი დაიწყო ბევრი წლის წინ. ფაქტობრივად, რაც მე სრულწლოვანი გავხდი და რაღაც მოგონებები მაქვს, ძალიან სასაცილოა, რომ მას შემდეგ ქართული ოცნება მთავრობაში 13 წლის ვიყავი 2012 წელს და მახსოვს, რომ რაც სრულწლოვანი გავხდი და თბილისში გადავედი საცხოვრებლად როგორც სტუდენტი, იქიდან დაწყებული ადამიანების უფლებების რღვევა და ეს ძალმომრეობითი რეჟიმი ყოველთვის აწუხებდა ჩემს თანატოლებს, იმიტომ რომ უკვე შეგვეძლო რომ მკაფიოდ შეგვეფასებინა ის პროცესები, რაც მიმდინარეობდა და გვიჩნდებოდა კითხვები და გვიჩნდებოდა პროტესტი და დაწყებული რაღაც 2018 წელს ბასიანის რეიდიდან გაგრძელებული გავრილოვის ღამით, შემდეგ უკვე თუ არ ვცდები უკრაინის მხარდასაჭერი აქციები, როდესაც ჩვენმა მთავრობამ სოლიდარობა არ გამოუცხადა და ჩვენს ყველაზე მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოს მაშინ როცა სჭირდებოდა და შემდეგ გაგრძელებული რუსული კანონით ყველა დროს ჩვენ ბუნებრივად გვიჩნდებოდა პროტესტი. ვიკრიბებოდით რუსთაველზე პარლამენტის წინ და ეს რაღაცები ტყუილა არ გავიხსენე, ეს ყველაფერი იმიტომ აღნიშნა, რომ რეალურად დღეს რაც მივიღეთ არის ამ რაღაც აკუმულირებული ბოროტების წინააღმდეგ ჩვენი, ასე ვთქვათ, რაღაც ბოლო რაღაც თითქოს პიკშია ეს პროცესი. ჩვენ გვეგონა რომ ამ ბოროტებას მართლა ესე მოიხსენიებ რაღაც არჩევნების გზით მოვიშორებდით, მაგრამ ყველა მიცის რომ წაგვართვეს არჩევნები, რაღაც ჩვენი ბოლო უფლებაც კი დაირღვა და შესაბამისად დღეს გვიწევს რომ ამ ფორმით გავაპროტესტოთ და ვცადოთ რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ რეჟიმს. კი ბატონო, შენ იმ თაობას წარმოადგენ ახლა, რომ აი ხშირად რიგითი სტატისტიკური ხოცის თავში ესეთ მესიჯს ნერგავენ, რომ ისა რა ქვია, ამ ხალხს ვიღაცა მართავს რა, ან გლობალური ომის ან რაღაცა ეგეთი ამბები რა და მაინტერესებს, რომ აი ვინ მართავს და რატო ხარ იქ? ძალიან გაგვიმხილო ხალხს უთხრა რომ რა ვინ მართავს. ძალიან სასაცილოა ეგ კითხვა და ძალიან სასაცილოა რომ ხან ნაცების იარლიყს გვაკრავენ და ხან კიდე ხო კოლექტიური ნაცების ხან სოროსის, იმიტომ რომ რეალურად რომ ჩემი ასაკის და ჩემზე პატარა ასაკის წარმომადგენლებმა არც ერთის მნიშვნელობა არ იცის წესიერად და არც მეორესი და ანუ ეს მართლა იმიტომ ეცინება რომ ის ადამიანები ვინც ცდილობენ რომ ეგ იარლიყი მოგვაკრან მუდმივად რაღაც ბელადის ძიებაში არიან თვითონ. გონიათ რომ ვიღაც ერთი რაღაც რელიგიური ადამიანი გვყავს, რომელსაც რაღაც უსიტყვოდ მივყვებით და რომელიც არის ჩვენი რაღაც მეთაური, რაც სინამდვილეში ესე არაა. ყველაზე მეტად ეს პროტესტი იმიტომ მომწონს და იმიტომ მე ამაყება იქ დგომა სადაც ვდგავარ რა სრული, ასე ვთქვათ, ძალიან ბუნებრივი კოორდინაცია კოოპერაციის პროცესში ვართ, ვინც პარლამენტის წინ ვდგევართ. იქ არის ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი, არის რაღაც საკითხები, რომელშიც მაგალითად მე და ჩემი გვერდზე მდგომი შეიძლება ერთმანეთს არ ვეთანხმებოდათ, მაგრამ ზუსტად ეს მრავალფეროვნება და კოორდინაცია გვაძლიერებს და ვფიქრობ, რომ რასაც ვითხოვთ და როგორი ასე ვთქვათ, მართველი ძალაც გვინდა რომ გქონდეს, ჩვენგან უნდა ირეკლავდეს ამას, რომ
განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები მაინც ვახერხებთ რა რაღაცის გარშემო გავერთიანდეთ, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის გარშემო გავერთიანდეთ პირველ რიგში და ვახერხებთ კოორდინაციას და მე ვისურვებდი რომ სხვადასხვა პარტიებმა იქნება ეს ოპოზიციური პარტიები თუ რავი მართლი პარტიისგან არ ვიცი რას უნდა ვითხოვდა ველოდე მაგრამ ეს იმაზე მეც რასაც შემდგომ მართლი ანუ ახლა ოპოზიციური და შემდგომ მართლი პარტია აირეკლოს ზუსტად ეს სამოქალაქო საზოგადოებისგან რომ ჩვენ არ გვჭირდება ვიღაც ერთი ბელადი ბევრი ლიდერია ჩვენ შორის და ბევრი სხვადასხვა აზრია და ამ მრავალფეროვნებას ანგარიში გაუწიონ და პირიქით სასიკეთოდ გამოიყენონ და შეთანხმდნენ და კოოპერირება მოხდინონ. მე იცი რისი კითხვა მინდა ხა ნაწილობრივ შენ მგონი გაიცი მაინც ამაზე პასუხი, თუმცა ჩვენ ხშირად გვესმის ესეთი რაღაცა რომ კი არ მოგწონს მაგალითად ეს ხელისუფლება, მაგრამ არავინ არ ჩანს მეორე მხარეს. ანუ თუნდაც ახლა დღევანდელი ოპოზიცია ვიცაა წარმოადგენელი და მე შენი აზრიც ვიცი ახლა ამაზე და ჩვენ ხშირად გვილაპარაკია მაგაზე რომ შეიძლება ვიღაცა იქ არა ისეთი რომ ჩვენ მოგწონდეს თავიდან ბოლომდე მისი იდეოლოგიით, მისი თქვა პიროვნება, თუმცა შენ მაინც რომ გაახმოვა და შენი აზრი ამაზე რას ეტყოდი ასეთ ადამიანებს ვინც ამბობს რომ არ მომწონს თქვა ქართული ოცნება, თუმცა ვერავის ვერ ხედავ იქეთ რომ ანუ ამ პროცესში მე ანუ რა გაგრძელება შეიძლება მოყვეს გეტყვი, მოკლედ, მე პირადად ესო ხედავ და შეიძლება რაღაც ექსპერტული მოსაზრება არ მაქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეხლა დღეს რასაც ვებრძვით, არის ბრძოლა დიქტატურასთან და რაღაც ერთპიროვნულ მმართველობასთან და ერთპარტიობასთან. ჩვენ რაც გვჭირდება არის ერთკაცობასთან კი. ჩვენ რაც გვჭირდება არის რაღაც მულტიპარტიული პარლამენტი, სადაც ადამიანები იკამათებენ და კამათში შეიძლება მივიდნენ შედარებით უფრო სწორ აზრამდე. შესაბამისად გვჭირდება ამ ძალის პროპორციული გადანაწილება და არა რაღაც ერთი ადამიანის ძალაუფლებაში ყველაფრის მოქცევა. მე ვფიქრობ, რომ რისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ, არის რა ზუსტად ეს რაღაც დიქტატურა გადავლახოთ და გქონდეს მრავალპარტიანი პარლამენტი, სადაც სხვადასხვა ადამიანებს წარმოადგენენ სხვადასხვა პარტიები. იმიტომ რომ რეალურად ყველას ხმა უნდა იყოს მოსმენილი. შეიძლება მე ასევე კიდევ რასაც ძალიან ვაფასებ ზოგადად ადამიანებში არის რა რაღაც არგუმენტირებული მსჯელობის მოსმენის შემდეგ მათ შეიძლება აზრი შეიცვალონ და რაღაც გაყინულები არ იყვნენ ერთი და იგივე პოლუსზე მხოლოდ იმიტომ რომ ოდესღაც ეგრე ასწავლეს ან ოდესღაც ემხრობოდნენ. შესაბამისად ვფიქრობ რომ მსჯელობაში მოსმენაში რაღაც არგუმენტებით ბრძოლაში არის გადარჩენა და ეს ყველაფერი ვერ მოხდება თუ მხოლოდ ერთი პარტია იქნება ჩვენი მმართველი. ამიტომ შეიძლება რაღაც ერთი ფავორიტი არ ყავდეს, მაგრამ ყველაზე მინიმუმ ძალების გადანაწილებას და მრავალპარტიულ პარლამენტს ამაგას უნდა ვალუტყოდეთ რა ჩემი აზრით. და სხვადასხვა ეს პროცესი კიდე ჯანსაღი, იმიტომ რომ შეიძლება სხვადასხვა არჩევნებზე სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალამ გამოხატოს შენი ინტერესი იმ მომენტისთვის. რა და მაგ პროცესში რასაც შენ ხა ამბობ და რასაც თქვა აფასებ, კიდე მნიშვნელოვანი რა არის, რომ პოლიტიკური პარტიები რაღაც ვერ წარმოადგენენ გასაგებაში რა ვერ იყო იმ დონეზე. თუმცა რაღაც ისეთი ამბავია რა საზოგადოებაც არსებობდა, ისეთი საგაქ რა პოლიტიკური ელიტაც მათ შორის, მაგრამ თავარი პროცესი ხა მე რაც კიდე მომწონს არის ის, რომ ჯერ ჩვენ უნდა ალბათ გავიზარდოთ როგორც საზოგადოებამ და ამ საზოგადოებამ უნდა გამოვზარდოთ მე ანუ დაკვეთა მივცეთ და ისინი გამოჩნდნენ ის პოლიტიკური ძალები, იდეები, ხედვები და არაპიროვნებებზე ახლა მაინდა-მაინც ჩვენ არ აღვიხსა რა, რომ ანუ იდეათა ჭიდილი მე რაც გვჭირდება საქართველოს არჩევნებში, ეგ გამოცდეთ საზოგადოებისგან და ეხლანდელ ამბავშიც ეგ ჩანს, რომ პროცესი ტრიალდება და კი არ მოდის რაღაცა ოპოზიციური ნარატივიდან ქვემოთ, არამედ საზოგადოებრივიდან ზემოთ და ეგ არის ალბათ იმის საფუძველი, რომ მე ჩვენ შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, რაც გვინდა და მაი მართვაზეც როცა არის ლაპარაკი რა.
აი მართლა მე ძალიან სასაცილოდ მიმაჩნია მაგალითად ჩვენს ვთქვათ რომ აი ოზურგეთის საკრებულოში რომელიმე კვოტით გასული ადამიანი რომელიც აი მართლა მარტო იმიტომ არის იმ საკრებულოში რომ შევაგდეს და თუ დაავალებენ ხელი ისაკნას ან თუ დაავალებენ რომ ეჭხუბოს და ოპოზიცია დაგლიჯოს ოპოზიცია ვინც არის წარმოდგენილი ან რომ მიდის საკითხი გასატანია აზრი არ გქონდეს ანუ უბრალოდ ხელი აწიოს და ეს რომ ამბობს რომ ვიღაცაზე მართულია ერთ-ერთი ძალიან კომიკურია ვიღაცაზე რა მომავალთაობაზე და ახალგაზრდები რომელიც თავის ცხოვრებით თვითონ ქმნიან მაგრამ მეორე მხრივ რა საჩვენებს იცი აჩვენებს იმას რაც არის თვითონ როგორ ცხოვრობს თვითონ და როგორ იქცევა თუნდაც აი პოლიტიკურ გადაწყვეტილებების დღის წესრიგში ესეთივე ამბავია ეგეც რა და რაღაცა ეს ალბათ კი არა დიდი ალბათობით ჩემი აზრით დამთავრდება და ეს პროცესი მაგას უზრუნველყოფს და ამასობაში ესეთი კითხვაც გვექნება რომ შენ ძირითადად თბილისში ხარ კი ოზურგეთელი ხარ მაგრამ თბილისში ხარ და იქ ხარ აქტიურად ჩართული და იქ გამოხატავ ამ პროტესტს მაგრამ ამავე დროს შენი ოჯახის წევრები აქ არიან და თვალსაჩინო ადევნებ ოზურგეთში მიმდინარე ამ პროცესებს რა და აი ვთქვათ ჩვენი მთავარი ერთ-ერთი მიზანიც ის არის რომ ადგილობრივებმაც იცოდნენ რა მნიშვნელობა ადგილობრივ პროტესტს და შე როგორ უყურებ ამას ანუ რა მნიშვნელობას ანიჭებ ვთქვათ აი ძირითადად დედაქალაქში აქციაზე მდგომი ადამიანი იქედან განმოსახედიდან აქ რა მნიშვნელობა შეიძლება კონდეს ამ პროტესტებს არა მარტო ოზურგეთში არამედ რეგიონულ დონეზე რა კარგი კითხვაა ეგ იმიტომ რომ რაღაც ცენტრიდან სულ სხვანაირად ჩანს პერიფერია და მე რომელიც ვიცნობ თქვათ აქაურობასაც საერთოდ სხვანაირად აღვიქვამ აქ მიმდინარე პროცესებს ვიდრე რაღაც ცენტრში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი სხვათა შორის ამასთან ველაპარაკებოდი ჩემს გერმანელ ნაცნობებს და მათი მთავარი კითხვა იყო რომ ეს პროტესტი თბილისში მიმდინარეობს მხოლოდ თუ სხვაგანაც და მაგ დროს მე თვითონაც დავფიქრდი რომ რაღაც ყველა პატარა ქალაქში რაღაც ჩოხატაურში და ხაშურში ცხოვრება ან ისტორიაში რაღაც საპროტესტო ტალღა არ აღმოცენებულა მენდეც კი მაგამდეც კი ჩააღწია ამ მოვლენებმა გუშინაც მაგალითად ტყიბულში იყო კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემაზე საპროტესტო ტალღა და ვფიქრობ რომ ეს უნდა დავანახოთ ჩვენ თავს პირველ რიგში და შემდეგ უკვე საერთაშორისო თანამეგობრობასაც რომ პროტესტი რაღაც მხოლოდ ცენტრში არ მიმდინარეობს და მთელი საქართველო არის ამაში ჩართული და სხვათა შორის რასაც თქვენ აკეთებთ იმით არის კიდევ მნიშვნელოვანი რომ ადგილობრივმა საზოგადოებამ რაღაც თავი არ იგრძნოს გარიყულად და იგრძნონ რომ მათი სიტყვა ჟღერს და მათიც ესმით შესაბამისად პირველ რიგში მადლობა თქვენ რომ იმას აკეთებთ რასაც აკეთებს და მეორეს მხრივ ეხლა რაც ხდება შეუქცევადია და ცენტრს გაცდა უკვე დიდი ხანია კი მაგას აი ზუსტად ეგ აზრი მიტრიალებდა თავში როცა შენ მაგას ამბობდი რომ ჩვენც ხარ რაღაც პერიოდულად თბილისში ჩამოვდივართ მე აქაც ვარ ხოლმე რა რაც შეგვიძლია ხა მაგის ფარგლებში მაგრამ ეგ რა განცდასტოვებს იცი სხვა აქციებზე ცხოვრობ ნამყოფი რა მათ შორის იმას რა რუსულ კანონთან მიმართებაშიც რა ხო და მაშინ იყო რაღაცა მიდიხარ პროტესტზე რა მაგრამ ეხლა ეს ისინი თანაგანცდის ნაწილია ყველგან მთელი საქართველოს ანუ აქაც რო ხარ აქაც იცი რომ იმ საერთო იმის შემადგენელი ხარ და იქაც რო ხარ იქედანაც ხვდები რომ ეს რაღაცა აქ მარტო არ ხანო ეგ სივრცე არის იმაზე ფართო და ბევრი ვიდრე კონკრეტულად იქ ისა რა ქვია იქ დაგინახავს ან იქ წარმოგიდგენს და ეგეც არის რომ ადამიანს ხედავს აქ თავის რაღაცა როლს ამ ყველაფერში ამ პროტესტში ისე არა რომ აი მაგალითად ლაპარაკობს რომ აი თბილისში ვიღაცა გავიდა იქ და ან მას რაღაცა მომენტში მასზე ახლეს ეს გავლენაც მაგრამ თვითონ ანუ არანაირად არ მონაწილეობს ამ პროცესში და ეს ამ პროტესტმა ხარაც არის ქვეყანაში გონი ასე თუ ისე რაღაცნაირად იმას ქნა ცოტა დაარღვია რა და ერთიანობაც მაგას ხო განცდა იმისა რომ მთელი ქვეყანა ეს არის შენსაც რაღაცა არის დამოკიდებული და რეალურად მართლა მასია რომ თითოეულ ადამიანზე არის დამოკიდებული როგორ წავა ეს პროცესი საბოლოო ჯამში ისე ანუ რა მოლოდინი გაქვს შენ რა გონია რა შეიძლება მესმის რომ ცოტა რთულია ხარ რაღაცაზე ვილაპარაკოთ ამაზე კი ვიტყვი, ჯერ წინა კომენტარზე ჩემ აზრსაც გავაჟღერებ, რომ ზოგადად დეცენტრალიზაცია
არის ის რაც ყოველს ძალიან გვინდა დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომ ჯერ კიდევ ვილია ჭავჭავაძე აჟღერებდა დეცენტრალიზირების idეებს და ეხლა ძალიან სასაცილოა, რომ მაგ ყველაფერს გვართმევენ და მე მგონი ოზურგეთს რაღაც სტატუსიც შეუჩერებს თვითმმართველი ქალაქის თუ სწორად მაქვს ინფორმაცია. იმავე დეპუტატებმა, რომელიც იმავე თვითმმართველ ქალაქში მუშაობდნენ, ანუ საკრებულოს წევრები იყვნენ და თავი მოხონდათ, რომ რაღაცა იყო და ანუ რაღაცას აკეთებდნენ და შემდგომ საკრებულო ანუ ისეთი რაღაცა გამოვიდა, რომ ანუ მე რაც ვაკეთე ეს 4 წელი და არაფერი არ ვარკვევდა და ეხლა უკეთ ანუ ესე ჯობია. ხო. კიდე ერთ რაღაცას დავამატებ, წეღანში რომ აღნიშნე საკრებულოს თანმიმართებაში აი ის ადამიანები, რომლებსაც რაღაც თავისი აზრი არ გააჩნიათ კრიტიკული აზროვნება, არ სვამენ კითხვას რატომ და რაღაც მოცემულობად იღებენ იმას, რასაც აწუდიან და ეს რაღაც არაპროფესიონალიზმი რო არის გამეფებული, რეალურად ეგაა, რამაც დღევანდელობამდე მიგვიყვანა რა. მაგით განსხვავდება ვთქვათ ის საზოგადოება, რომელიც თბილისში აპროტესტებს იმ ადამიანებისგან, ვინც აქ სხედან მეებში თვითმმართველობებში, რა რეალურად თქვენ რა გინდათ, მან რატო გეხართ, რატო აპროტესტებთ, გვეკითხებიან, ჩვენ შეგვიძლია რომ ძალიან არგუმენტირებული პასუხი გავცეთ მაგ კითხვებს, ამ პირველ რიგში ადამიანების უფლებები გვინდა რომ არ ირღვეოდეს, ხოლო მათ საერთოდ არ იციან რას აკეთებენ. დარწმუნებული ვარ, რომ მთელი დღე არ ვიცი რითი აქვთ დაკავებული, ანუ ცოტა რთული. ანუ აი დილიდან საღამომდე რითი შედგება მათი მოგვაყოლებთ მაგას. ხო და ეს რაღაც არაპროფესიონალიზმი არის ის, რაც ძალიან ფრუსტრირებას იწვევს ჩვენში და გვინდა რომ ეგაც შეიცვალოს. რაც შეეხება ზოგად შეფასებას, ძალიან რთული ბრძოლაა. და მე რაღაც ჯენზის წარმომადგენელი ვარ და ჯენზი თაობაზე ამბობენ, რომ უნდათ შედეგები ხვალვე. იმიტომ რომ ისეთ სივრცეში გავიზარდეთ, სადაც რაღაც ინფორმაცია გვინდა და ეგრევე გქონდა და რაღაც ბიბლიოთეკაში წასვლა არ გვიწევდა. რაღაც გადაცემას არ ველოდებოდით, როგორც ვთქვათ, ჩვენი მშობლები ელოდებოდნენ და რაღაც 3 წამში ყველაფერს ვიღებდით რა. ჩვენთვის ბევრად უფრო რთულია რაღაც გრძელვადიან ბრძოლაში ჩაბმა თითქოს, იმიტომ რომ არ ვართ რაღაც გრძელვადიან პროცესებს მიჩვეულები. თუმცა გააზრებული გვაქვს ჩემი აზრით ეგეც გააზრებული აქ ამ ადამიანებს, რომ ეს რაღაც უცებ დღეს და ხვალ ხო და ან თითქოს აი მე თვითონაც რაღაც 5 დღე რო ვიდექი პარლამენტთან ცოტა ფრუსტრაციამ შემომიტია, რომ რატომ არაფერი არ იცვლება, მაგრამ მგონია რომ ჩვენი თაობაც კი მივიდა და ჩვენზე უფრო პატარებიც კი მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ეს ძალიან ხანგრძლივი ბრძოლაა. ეს ხანგრძლივი ბრძოლა იმიტომა, რომ რეალურად ვებრძვით ძალიან დიდ ძალას, რაღაც დიდ ფულს, რაღაც რუსული იმპერიალისტური იდეებით ადამიანებს და რაღაც პროპაგანდის ძალიან დიდ რაღაცა მანქანას ისეც რომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ძალიან ძლიერად აქვთ ეს პროპაგანდისტული მანქანა ამუშავებული, განსაკუთრებით რაღაც იმედის და პოზიტივის სახით და ანუ სრულიად სხვანაირად იღებენ ის ადამიანები ინფორმაციას, ვინც მაგარხს უყურებენ და რაღაც ძალიან ძველი ფენომენია ისტორიაში, ჯერ კიდევ რომაელები მიხვდნენ, რომ პური და სანახაობა მიეცათ ადამიანებისთვის და მაგას აკეთებენ რეალურად რაღაც კონცერტებით და სერიალებით და შემდეგ იმ არხზე რჩები ისევ და იღებ ინფორმაციას ისე დაჭრილს და შეკერილს, როგორც შენ გინდა რომ მიაწვა ადამიანებს და რეალურად გამოდის, რომ პოლარიზებულია საზოგადოება და ერთს სულ სხვა ინფორმაცია აქვს და მეორეს სულ სხვა ინფორმაცია აქვს. მაგრამ საბედნიეროდ ბევრი ადამიანი არ არის ჩემი იმედით და გადმოსახედით twin გამორეცხილი ცუდი სიტყვაა. ამბობაზე ეგ ისა პროპაგანდა ვერი მოქმედებს. ხო, ანუ მოქმედებს. ქართულ ოცნებას უნდა რომ რაღაც ის ილუზია შექმნას, რომ ძალიან ბევრი არიან ეს რაღაც
ტროლბოტები, რომლებიც გვევლენებიან და ნამდვილ ადამიანებსაც გვანან, ბევრნიანი არიან, მაგრამ სინამდვილეში არ არიან ბევრნი. სინამდვილეში მათ გააყოლეს არჩევანი. და ახალაც გამოჩნდა რომ ეს ამ პროცესს, ამ ბუნებრივ პროცესს საზოგადოების თქვათ ამ კრიტიკას და ონლაინ სივრცეში მათ შორის აქტიურობას ეს ტროლბოტების ჩაყოლენ, ანუ ვეღარ არიან ისე როგორც იყვნენ, იმიტომ რომ იმდენად მასშტაბურია ეს ჩვენი სურვილი მოთხოვნა და იმდენად მართალია ეს პროცესი, ყველგან არის შესული და ის ბოტის და ტროლიც უკვე უძლურია ამასთან რა, ანუ შეუქცევადად უძლურია. იცი რა, ერთი რაღაც მაინტერესებს კიდე შენგან მე ძალიან ანუ კრიტიკულად უყურებ აი მართლა სპორტს, კულტურას, რაღაც რელიგიას, ამის წარმომადგენლებს, იმიტომ რომ ხელოვნებაზე თან დაკავშირებით რა რა ისიც მქონდა, რასაც უყურებდი. ნუ ეხლა კი ჩვენი ოზურგეთის თეატრი რაღაც გაფიცვის იმაშია, არის ხალხი ვინც აქციებზეც დადის, მაგრამ მანამდე იყო სვაიცურკი ამის იმის ქვეშ რაღაც რამდენიმე თეატრი არის გურიაშვილი, იან ტბელიძე და ასე შემდეგ ხალხი, ვინც შემძვრალია ამ კულტურის სამინისტროში და იქიდან პირდაპირ დირექტივას იღებს, მათ შორის მახსენდება ქეთი დუმბაძე რო ის გახდა წერალთა სახლის ხელმძღვანელი, იმას კრიტიკა მოყვა. აქედან წერილი დაიდო და ესეთი პირველი ხელმომწერები ეს ჩვენ ფესტივალი იყო და რაღაცა ეს თეატრები და ეს მართული ხალხი რა, მათ შორის აი ძალიან ცოტა სასაცილო იყო, მაგრამ ქალბატონის სახელი არ მახსოვს, უბრალოდ ადამიანი ყავდა ჩაწერილი და სტატუსად ეწერა ანზორ ხუმაშვილის მეუღლე. ანუ ეგეც ხო ხვდებით, ანუ როგორი ის არის ერთის მხრივ რა და ეს არც ხელოვნებას ვერ უწოდებ, მაგრამ პროცესი რაც ეხლა ხდება, რაც ქუჩაში გამოვიდა რა, ანუ ეგ არის ნამდვილი ხელოვნება მართლაც, როცა თანამედროვე ხელოვნები დგანან ქუჩაში და მე რა მაინტერესებს შენი თაობი, აი როგორც ამ თაობის წარმომადგენელი, შენ როგორ უყურებ ამ პროცესს, ანუ სად არის თქვათ ხელოვნების როლი, მნიშვნელობა და ადგილი საზოგადოებაში, ანუ სად შეიძლება, სად ხედავში? პირველ რიგში ძალიან ბუნებრივია, რომ ხელოვანი ადამიანები დღეს გარეთ გამოვიდნენ და ამ პროცესში ჩაერთნენ, იმიტომ რომ რეალურად ცენზურა დაადეს ამ ადამიანებს. კი. და ცოტა შორის იცი მაგათ მააწიეს, ანუ ამას იმიტომ რატო ვამბობ, იცი, როცა პროტესტი რაღაც დონეზე იყო, ერთ-ერთი მთავარი მუხტი მისცა თეატრებიდან, ანუ დათათავაზე პატაციკოლია და ანუ რაღაც მოძრაობა წამოიწყეს რა. და ჩემთვის ძალიან ეგეც ძალიან იმედის მომცემია, იმიტომ რომ ეს რაღაცა ეხსნება იმ მარწუხებს, რამაც საზოგადოებაზე გავლენა უნდა მოახდინოს რა. და ვითაც უნდა იმას გავლენის ქვეშ ყოფილიყო, როგორც ყავთ ახლა რაღაც ნაწილი ამ საზოგადოების ხელოვნება და კულტურა უნდა იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი რაღაც ცენზურის ასე ვთქვათ ფარგლებში არანაირად არ უნდა ცდილობდეს არავინ რომ მოაქციოს და რაც შეუწყვიტოს რაღაც ნებისმიერი შთაგონების წყარო და გამოიყენოს სათავისო იარაღად, იმიტომ რომ თუ იარაღად იყენებ ამ მიმართულებას, შესაბამისად ის უკვე იცლება რაღაც ყველანაირი ჭეშმარიტი ღირებულებისგან, რის გამოც უნდა არსებობდეს, მაგრამ ანუ როდესაც საერთოდ რა კულტურაზე არის ლაპარაკი, როდესაც რავი გელათი იშლება რაღაც ატენისიონი, ყინწვისი, რაღაც ყველაზე ხო, ყველაზე მეტად რითიც ვამაყობთ ჩვენი რაღაც კულტურით და ხელოვნებით, ყველაზე მიუხედავია ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ინსტიტუცია დღევანდელ პირობებში, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა, საით გავიხედავით, ეს იქნება ჯანდაცვა, განათლება, თავდაცვა, კულტურა ნებისმიერ მხარეს ჩამოქცეული არის ყველა ინსტიტუცია და გამეფებულია ზუსტად ის რაღაც არაპროფესიონალიზმი, რაც წეგან ჩვენ ვახსენეთ. ამიტომ ბუნებრივია ამ ადამიანების პროტესტი და კიდე თლად შეიძლება ზუსტად ამ თემას არ ეხმიანება, მაგრამ საჯარო მოხელეების პროტესტი და საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების პროტესტი, რომელთა ძალიან დიდი ტალღა ვიხილეთ ჩვენ თბილისში რამდენიმე კვირის წინ, ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი იმედი მაქვს, რომ ეგ ადამიანები მარწუხებიდან თავს დაიძვრნენ და ოდესმე მივალთ ისეთ ქვეყანამდე, სადაც განსხვავებული აზრის გამო არ დევნიან ადამიანებს და თავისუფლება სამსახურებიდან რაც მოყვა ყველაფერს საჯარო უკვე დაწყებულია იმ ადამიანების, ვინც გამოვიდა მაშინ და დააფიქსირა თავისი პოზიცია. კი, ძალიან სოლიდარობა უნდა გამოვცხადოთ მაგ ადამიანებს.
და საბოლოოდ შენ კითხვას რა დაუბრუნდე ცოტა ძალიან გადაუხვიეთ, მაგრამ ამ პროცესის რაღაც ფინალი ზუსტად არ ვიცი როგორ წარმომიდგენი არა, მაგრამ მე ხა მგონია რომ რაც უნდა გავაკეთოთ არის რომ ვარყიოთ. და ეს რყევა იქნება ძალიან გრძელვადიანი. ამ რყევას უკვე აქვს რაღაც კონკრეტული შედეგები გამოყებული და ეს რაღაც პატარა გამარჯვებები მნიშვნელოვანია კი გულისხმობ სანქციებს. ყოველი დღე თითქმის გამარჯვება არის. ანუ ჩვენი ამ პროტესტს ეგეც ახლავს და გუშინ კიდე ჩემს მეგობრებთან ვლაპარაკობდით ეგეთ რაღაცას, რომ შენ ხა მონაწილე ხარ იმ ახალი წლის ღამის, რაც იქ იყო და ჩემთვის სრულიად გასაოცარი ამბავია ეგა, იმიტომ რომ რაღაცა აბსოლუტურად ახალი ერთობის და სოლიდარობის ის არის რა. ხო, პრეცედენტი და თანაგანცდა და უბრალოდ ერთი რაღაცა მინდა კიდე თქვა და ჯამში ალბათ შემაჯამებელი დავასრულებთ, რომ ეს პროცესი რაც ახლა ხდება ჩემი აზრით, მათ შორის აი ევროპული საზოგადოებებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ თვალსაზრისით, რომ შეახსენოს ამ საზოგადოებას, რომლებიც ამაში დაიბადნენ ახლა და მათ არ წარმოუდგენიათ, რომ არჩევნები შეიძლება გაყალბდეს რა, რომ შეახსენოს, რომ რა შეიძლება მოყვეს თქვათ ადამიანებს რისთვის უწევ ბრძოლა და მათ რა აქვთ უკვე გარანტირებული რა და ეს განცდა თავიდან გაუღვიძონს რომ ეს ყველაფერი დასაცავია. ხო და ამ თვალსაზრისითაც მარტო ლოკალურში ვერ ვატევ მე ჩემი განმოსახედიდან ამას რა და კიდე ისეთ ხო და აი ამ პროცესის მონაწილის რა ამ ახალი წლის ერთობის ღამის რაღაცა განცდებიდან მინდა რომ ესე დავასრულოთ და შევაძამოთ რა მოხდა შინ ამან და რას ისურვებდი თქვა ან რა გინდა რომ თქვა საბოლოოდ ჩვენი ამ თქვა ადგილობრივი მაყურებლისთვის და ამით დავემშვიდობოთ. ჩემი აზრით ახალი წლის ღამე იყო რაღაც ერთიანობის განცდის და მრავალფეროვნების დაფასების ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი. ქართული ხმები და დაწყებული ელექტრონული მუსიკით დამთავრებული რაღაც ყველა თაობის წარმომადგენელი იპოვიდა იქ თავის ადგილს და იპოვის ზოგადად თავის ადგილს ამ პროტესტში ევროპული ქვეყნისთვის და უკეთესი საქართველოსთვის. მეორე მხარეს კი ვინც დარჩა ვფიქრობ მორალურ კრიზისში არიან, დაბოღმილები არიან, როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმის უნარი მაინც შერჩენიათ, რომ სხვის არგუმენტებს მოусმინონ და აზრის შეცვლაში სისუსტე არ არის პირიქით, სიძლიერეა, როცა შეგიძლია მეორე ადამიანს მოусმინო და თუ ეთანხმები შენი წარსული აზრების მიუხედავად, ეხლა რაღაც ახალი რამე ირწმუნო. ამიტომ ამის იმედი მაქვს მოკლედ ჩვენი საზოგადოებისგან და იმის იმედი მაქვს რომ არ დავიღლებთ და ჩვენი წრფელი ბრძოლა გაგრძელდება. ბოლომდე გამარჯვებით დასრულდება. ძალიან დიდი მადლობა. მართლა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო შენი საუბარი. ამის მოსმენა კიდევ ერთხელ რაც გულაპარაკია, მაინც ბევრჯერ მაყურებელმაც მოისმინა და ჩვენ შემდეგ ეპიზოდამდე დავემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს. კარგად გრძანდებოდეთ. მადლობა რომ გვისმენდით.